მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებ ჩვენ საუბრებს და უნდა შევეხო ერთ ძალიან დიდ ხელოვანს, ძალიან დიდ მხატვარს და ძალიან საინტერესო ბიოგრაფიას. საერთოდ უნდა გითხრათ რომ როცა ვეძებ ხოლმე ხატვარს ვიზე ვისაუბრო, იმდენია და იმდენი საყვარელი ძვირფასი ხელოვანია ჩემთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმდენად საინტერესო ცხოვრება აქვს და საერთოდ არ ვთქვათ რა რომ ესე იგი ცხოვრებისეული ფაქტები და ხელოვნება ცალ-ცალკეა განსახილველი. არა, ეს ერთია. დროთა განმავლობაში უფრო მეტად დავწმუნდი და აი დღეს ჩვენი გვირი ვიზეც მე ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, მისი ცხოვრების სრული ანარეკლია, გამოხატულება. ამ პირიქით ხელოვნებით იკვებება მისი ცხოვრება, ამ პირიქით ცხოვრება კვებავს მის ხელოვნებას. ეს არის უდიდესი ესპანელი ხელოვანი, უდიდესი ესპანელი მხატვარი ფრანსისკო ლუსიენტეს დე გოია, ფრანსისკო გოია. ვისაც ფერწერა უყვარს ალბათ ტანში გააჟრია რა კარგი მხატვარი მოუძებნიაო, მაგრამ რათ უნდა მას მოძებნა, იცით ეს რაც არის საოცარი ხელოვანი გახავთ, მასზე აურაცხელი ფილმებია სხვათა შორის გადაღებული სხვა ვერსიით, რომანებია დაწერილი, იმიტომ რომ თავგადასავლიანი კაცია. ეხლა უმეტეს შემთხვევაში ეს რომანები, რა თქმა უნდა, რომანებია და საკმაოდ ბევრი იქ გამოგონილი ამბებია და ბოლომდე არ უნდა დაუჯეროთ, თუნდაც ლეონ ფეოხტვანგერს, რომელიც კეთილსინდისიერად ცდილობს აღწეროს ამ ადამიანის ცხოვრება, მაგრამ რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, მითია. ძალიან ბევრი, მაგრამ მოდი შევეცადოთ მითებზე კი არა, მის ხელოვნებაზე ვილაპარაკოთ და მისი პიროვნებას განვიხილოთ. ხა, თვითონ რა არის ესპანური მხატვრობა, ხო, ესპანური ხელოვნება? თითქოს უცებ გაშთა, იმიტომ რომ აი განსაკუთრებით იტალიური რენესანსის, ადრეული და შემდგომი კლასიკური რენესანსის თლიანი იტალიას გულისხმობ ამ შემთხვევაში, როგორც სამხრეთს, ასევე ჩრდილოეთს, ასევე ცენტრალურს, ხო? საფრანგეთის, თუნდაც გერმანია, ნიდერლანდების ფონზე თითქოს მოიკოჭრებს, ხო? აი ის კი არა და პირველი კლასიკოსი, უდიდესი ფერმწერი და მხატვარი აქ იტალიიდან ჩადის, რომელიც წარმოშობით რა თქმა უნდა არის ბერძენი, მის სახელია დომენიკო თეოტოკოპული. ჩვენ ადრე გვისაუბრია მას და სხვა ლექციებში, მაგრამ ალბათ მომიწევს მასზე კონკრეტულად აი ჩემს ციკლშიც რომ ვისაუბრო, ეს არის ელ გრეკო. აქ საერთოდ ელ გრეკოდან უკვე თვალთივ ჩანს რომ რაღაცა განსაკუთრებული იბადება და აი სწორედ ელ გრეკოდან მოყოლები რაღაცა ლოგიკას მიყვება, იცით, ესპანური ხელოვნების, აი აღმავლობა პირდაპირ გაგებით, სწორედ ქვეყანაც ერთიანდება, ხო, ასე იგი კასტილია ლეონის ასე იგი მმართველობის ქვეშ. ძალიან დიდი, ეხლა გრძელდება მოგეხსენებათ სეპარატისტული მოძრაობა ესპანეთში, მოგეხსენებათ ესპანეთი რთული ქვეყანა, არ არის მარტივი ქვეყანა, შედგენილი ქვეყანა, ეხლა ნაწილობრივ შევეხები ამას და აი სწორედ აი თვითონ ლოგიკას მოყვება, თქვა და იგივე ელ გრეკოსთან მიდის ასე იგი ფრანსისკო პაჩეკო, რომელიც არის არ გაიკვირდა ველასკესის მასწავლებელი და სიმამრი, ასე იგი კარგი მხატვარია, მაგრამ აჩtildeლათაც არ ღირს ელ გრეკოსი. აი სწორედ პაჩეკო არის ის, ვინც თითქოს აი ელ გრეკოდან მერე ბადებს გადმოიტანს, თითქოს აი როგორ გითხრათ გადმოვა ის სული თქოს ფერწერისა თუ მხატვრობის დიდი იდეალების, რომელიც რა თქმა უნდა ველასკესთან მიაღწევს კულმინაციას, შემდგომ რა თქმა უნდა ეს ტრანსფორმირდება ბევრ ძალიან კარგ მხატვარში, იქ არის რა თქმა უნდა ფრანსისკო სურბარანი, იქ არის ხუსეპე რიბერა, მაგრამ რა თქმა უნდა მის აი კულმინაცია გამოხატულება აი ამ გზისა რა თქმა უნდა აი ერთი მთლიანი მაგისტრალური გზა იყო გოია. ფრანსისკო გოია, რა დიდი მხატვარია. ფრანსისკო გოიადან მოდის მე ისაც ხიბლავს და გაოგნებს პირდაპირ შემიძლია თქვა რა თქმა უნდა პაბლო პიკასოსთან თუნდაც ხუან მიროსთან, თუმცა ეს კატალონიელია, მაგრამ მაინც ხო, ისაც გაოგნებს თქვა სხვა მოვლენებთან დაკავშირებით, თუნდაც დალისთან მიმართებაში, თუნდაც ისევ ამბობ კატალონიელია, მაგრამ მაინც ესპანურია, თვითონ დალი ყოველ შემთხვევაში თავის თავს ესპანურ მხატვრად განიხილავდა. ასე რომ კინემატოგრაფშიაც ხდება თუნდაც დღეს და ასე შემდეგ. ეს გოია, დიახ, ეს გოია თავმოყრაა ყველაფრისა. ეს არის კულმინაცია ესპანური გენიისა და ნუ რა ვიცი, აი თუ ვინმეს გიყვართ ესპანეთი, თუ ვინმეს გიგრძნიათ ესპანეთი, ხო მე მიყვარს კიდევ ერთი ესპანელი მხატვარი ძალიან. ეს არის ხოაკიმ სოროია. როგორი მხატვარია, მაგრამ რა თქმა უნდა ითვლება ადგილობრივი მნიშვნელობის მხატვარად ითვლება, თუმცა ეს არ არის ადგილობრივი მნიშვნელობის მხატვარი. იქ არის ძალიან ბევრი მომენტები, რომელთაც შეიძლება ასე აიხსნას, მაგრამ ეს დიდი ხელოვანი, დიდი ოსტატია. არაფრით არ ჩამოუვარდება არც ცორმს, არ ვთქვათ, სერჟენტს, ეს სხვა ქვეყნის ამ ტიპის მხატვრებს გულისხმობ.
თუ მოხდებით იგივე პრადოში, ამ თუნდაც სოროიას სახლ-მუზეუმში, როგორც მადრიდში, ასევე ვალენსიაში აღმოაჩენთ, რომ ეს უნიკალური მხატვარია და განსაკუთრებით მისი ესპანური ციკლები, აი ესპანური ხალხური თამაშობები და ფესტივალები, რომელსაც თქო უნდა გოიას განიღებს სათავეს, ამ გენიალური ესპანელისგან, ფრანსისკო ლუსიანტეს დე გოია. დავიწყოთ. შევეხები მის ბიოგრაფიას, იგი დაიბადა ქალაქ სარაგოსაში, უბრალოდ იქვე პატარა ასეთი ფეონტეტადოს ასეთი ადგილია, პატარა ქალაქი იყო, ასე სოფელი უბრალოდ, სადაც იგი დაიბადა, მამამისი ხუანი, არაფრის მაგნისი კაცი იყო ჩანს. იყო ესე იგი მოოქროვების სპეციალისტი, აი საკურთხევლებს მოაქროვებდა ხოლმე, ოქროთი დაფარავდა ხოლმე, ან იმიტაციას აკეთებდა ოქროსი, ან დეკორირებას ახდენდა. აქედან დიდი შემოსავალი არ იყო, მისი დედა ამ შემთხვევაში გრასია ლუსია ლუსიენტეს იყო ძალიან საინტერესო ოჯახიდან, არისტოკრატიული, გაღარიბებული ოჯახი იყო. და სწორედ ეს პატარა სოფელი, რომელიც დღეს ხრიოკი ადგილია, დღესაც კი უნდა წარმოიდგინოთ სარაგოსასთან ახლოს რამდენიმე კილომეტრშია. მათ ეკუთვნოდათ როგორც საგვარეულო მიწა და ნუ ხა წარმოიდგინეთ ხა ხუანი ესეთი კაცი იყო, ესე იგი გოიას მამა, რომ გადაწყვიტა რომ თვითონ რაღაც ცოლად მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გაღარიბებული და გაღატაკებული არისტოკრატი, თვითონ არისტოკრატად ჩათვალა თავისთავად და უკვე მიაჩნდა რომ მუშაობა როგორც ასეთი საქმის კეთება და მოგეხსენებათ ესპანეთში თუ არ მოგეხსენებათ, ეხლა გეუბნებით რომ საქმის კეთება ხელით ითვლებოდა არა არისტოკრატიულ საქმიანობას თავისთავად მიაკუთვნა მართალია დაბალი ტურის არისტოკრატიული წარმომავლობის ოჯახად ჩათვალა და ბუნებრივია მუშაობასაც ხელი აიღო ამან გამოიწვია ის რომ კი ბატონო ცხოვრობდნენ არისტოკრატიული წესით თითქოს მიწასაც ფლობდნენ რომელიც თავისთავად ხრიოკი იყო გოიას ამ სახლში იზრდებოდა იქ ძალიან საყვარელი მუზეუმია პატარა მუზეუმია სადაც აი გოიას ეს პატარა სახლი არის შემორჩენილი ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები ხდება დაკვირვების თვალსაზრისით მაგრამ მოდი ჯობია შევხედოთ რა გარემოში იზრდება გოია იზრდება ესე გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში ფაქტობრივად არაფერი არ აქვს ის კი არა დონ ხუანი როცა გარდაიცვალა ვერ დაწერეს მეგობრებო შვილებს ვერ დაუტოვა ვერანაირი ანდერძი იმიტომ რა უნდა დაეტოვებინათ არაფერი არ ქონდა რაც ქონდა ყველაფერი ისედაც ეკუთვნოდა მის მეუღლეს ასე რომ რეალურად გოია აღმოჩნდა ცარიელ ტარიელზე ფაქტიურად მხოლოდ მამის ამბიციების შემკურე თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას რომ მე არ გამოვრიცხავ რომ აი ეს ვთქვათ იგივე დონ ხუანს ურთიერთობა ქონდა სწორედ ისეთ ადამიანებთან რომლებიც მხატვრობასთან იყვნენ კავშირში, იმიტომ როგორც გითხარით, იგი საკურთხევლების მოპირკეთებაზე, ხატების მოპირკეთებაზე მუშაობდა და მხატვრებთან ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ მარტინესთან ჰქონდა მას ურთიერთობა, ესეთი ადგილობრივი სარაგოსელი მხატვარი იყო, ხო სარაგოსაში გადმოვიდნენ და ხა დეტალებში რომ მოგიყვეთ ძალიან საინტერესოა თავისთავად სად იწყებს იგი სწავლას, წერა-კითხვის სწავლობს, ხა რო გითხრათ გადასარევი მოსწავლეა და მოწაფეა და არა, მაგრამ ხატვის მიმართ ჟინი აქვს უდიდესი სიამოვნებასაც იღებს ტალანტსაც ხედავენ მისაც თუმცა რა თქმა უნდა ერთ-ერთი საკურთხეველი რომელიც მოხატა ახალგაზრდობაში მაშინ ამდენ წელს იყო ალბათ 16 წელს როცა ნახავ უკვე როცა დიდი ფრანსისკო გოია იყო არ თქვა თუ ჩემი დახატულია გოიასთან თქვა მე ძალიან კარგად მისვის მისი ნუ წარმოვიდგინოთ საინტერესო კაცია მაგრამ ხა თან ამავე დროს როგორ ჩანს ფიზიკურად კარგად აწყობილი ბიჭია შეკროლი ბიჭია კონთიანი ბიჭია მებრძოლი ბიჭია ჩხუბის აზრია მუშტების დიდი აქვს ხო გაწევა გამოწევა უყარს მაჩოს ყველა თვისებით გამოირჩევა ნუ არის ლეგენდები რომ საერთოდ სემატყების დიდოსტატია და ამავე დროს არის გარკვეული ჯგუფის ლიდერიც ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს რამდენიმე გვამიც კი დარჩა სხვა გვანი დაეტაკა ერთმანეთს ეს სარაგოსაში ხდება ხო და იქ თვითონ გადარჩა და იძულებული გახდა სარაგოსადან სასტრაფოდ ესე იგი გაქცეული ხო და თავი შეეფარებინა არც მეტი არც დაკლები მადრიდისათვის დიახ დედაქალაქში ჩავიდა ეს ლეგენდასავით არის მაგრამ არ არის გამორიცხული ასეც ყოფილიყო იმიტომ რომ სხვა აღწერები მაქვს მისი ბიოგრაფოსებისა და მისი თქვა იგივე მეგობრობის აღწერებით ვიცი რომ ერთ-ერთი გარკვეული ნაწილი მას აღწერს როგორც ემოციურ ძლიერს ფიზიკურად შასხმულ საშუალო დაბალი სიმაღლის ადამიანს მაგრამ ძალიან აქტიურს მეორენი კიდევ ამბობენ ის აქტიური იყო მაგრამ 7 გაწონასწორებული დინჯი ადამიანი ფიქრობ ეს ორივე ერთმანეთში რაღაც უცნაურ კონტრასტს რო ქმნის ამაში ჰარმონიულად არის შერწყმული და ეს მხატვრობაში არანორმალური ძალით გამომჟღავდა და ამაზე მე ახლა ვისაუბრებ რა თქმა უნდა მადრიდში ჩამოსვლასთან ერთად იგი ცდილობს თავისთავად დაიმკვიდროს იმიტომ რომ თქმა დონ ხუანისგან გამომდინარე ამისა ეს ამბიციური ხასიათიდან გამომდინარე მაშინ გენეტიკურად ის ამუშავდა რომ იგი არისტოკრატია და მან უნდა დაიმკვიდროს თავი. აი საოცარი ჟინი აქვს, პატივმოყვარული ჟინი აქვს იმის რომ თავი დაიმკვიდროს და შეაღწიოს, რა თქმა უნდა, პილოგში სან ფერნანდოს
სამხატვრო აკადემიის პრიზი მოიპოვოს, ფაქტიურად ეს პრემიაა და სტიპენდია. ფაქტიურად არსებობის საშუალება, ის გამოცდილება მან რაც მიიღო მარტინესთან სახელოსნოში არაფერს არ ნიშნავს, იქ რაღაცად უკავშირდება ესე იგი ფრანსისკო ბაიეუს, რომელიც სარაგოსადან არის, ხო სარაგოსასთან ურთიერთობა ჰქონდა ბაიეუს, ეს კარგი კაცია და რამდენიმე წლით არის უფროსი ჩვენს გმირზე, ფრანსისკოზე, პირველ გაკვეთილებს, მის რეალურ გაკვეთილებს მისგან იღებს, იმიტომ რომ ფრანსისკო ბაიეუს აქვს გარკვეული გამოცდილებები აკადემიურ წრეებთან, პირველ რიგში ეს არის რაფაელ ანტონ რაფაელ მენგსთან, ეს არის გერმანული წარმოშობის, ძალიან კარგი კლასიცისტი მხატვარი, გერმანული წარმოშობის. გერმანელია ფაქტიურად, რომელიც აქ იტალიიდან ჩამოვიდა და რომელიც აყალიბებს სან ფერნანდოს აკადემიაში, სწორედ კლასიცისტურ სტილს პირდაპირ გაგებით, ხოლო მეორე არის, ეს არის ჯოვანი ბატისტა ტეოპოლო, ეს საოცარი მხატვარია, სხვათა შორის ეს არის უდიდესი მონუმენტალისტი, იტალიური წარმოშობის, იტალიელი რა თქმა უნდა, მისი მოხატულია საერთოდ დიდი არტელი იყო, ტეოპოლოების ოჯახი იყო საერთოდ, ხატავდნენ ჭერს, კედლებს, ყველაფერს ხატავდნენ, საოცარ ტრომპლებს აკეთებდა, ილუზორულ სივრცეებს, გამაოგნებელია, როგორც გერმანიაში, ასე ავსტრიაში, ესპანეთში, თვითონ სამეფო და სასახლის რომ შებრძანდებით თქვა აი ბურბონების თავარი სასახლე რომელიც ახლა არის და იმყოფება არის მადრიდში აი მისი ჭერი მისი მოხატულია ამ ოჯახის აი გამაოგნებელი აი ეს ორი გზა ერთმანეთს ეჭიდავება უნდა გითხრათ რომ სწორედ ეს აძლევს გარკვეულ იმპულსებს ჩვენ ფრანსისკოს რომ სარაგოსაშიც მოხატოს რაღაცები სხვა შანს რელიგიური თვალსაზრისით რომელიც თავისთავად გარკვეულ თვალსაზრისით შეიძლება ვერ სუძლებდეს კრიტიკას ჯერ ეს გოია არ არის მაგრამ ფაქტია რომ აი ამ გარამოში გიტრიალებს მით უმეტეს რომ მას აქვს სურვილი აკადემიაში დაიმკვიდროს თავი სამჯერ მიიღო მონაწილეობა კონკურსში აკადემიაში გარკვეულ თემაზე, ეხლა სხვა შორის სუსხონარი გამოცდები ეწყობოდა იქ, ვიდრე ჩვენთან ეწყობა და ჩვენ ვიცით და შეჩვეულები ვართ. ეს მოცემულ თემაზე უნდა ემუშავა, ჯერ მოცემულ თემაზე მოემზადებინა თავიდან თემა, ძირითადად თქო ან ისტორიიდან იყო, ესპანეთის ისტორია, ან ანტიკური ისტორიიდან თემა, ან კიდევ იქვე მიცემდნენ თემას და უნდა დაეხატათ 2 საათში, როგორც მახსოვს, ასე იგი 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე. ნუ ორ შემთხვევაში დამარცხდა, მე ხელი ჩაიქნია, თუმცა მაინც შეამჩნიეს, მაგრამ მოყვა ამას ის რომ ეს იგი საბოლოო ჯამში მაინც მიხვდა რომ უფრო ღრმად უნდა შესულიყო საქმეში და შევიდა კიდევ ღრმად საქმეში სხვა შორის ამ პერიოდში პატარა ჩხუბიც მოვიდა გარკვეულ წრეებთან არსეთი ისტორია არსებობს და იგი გადაწყვეტს რომ საკუთარი ძალებით არ ვიცი როგორ გამოძებნა ამის საშუალება როგორ იყო მაგრამ მგონია რომ თვითონ ის აქტიური ბიჭი იყო სხვა ვერსია არსებობს ამ თეატრალურ ჯგუფთან ერთად ან მეორე თქვა იგივე თქვა აი ტრადიციული თქვა მოგეხსენებათ ხარებთა ბრძოლის ესე იგი ეს კულტურა აქ როგორ იყო ესპანეთში მოგეხსენება და როგორც მატადორი იგი იღებს მონაწილეობას ესე იგი აგრეთ წოდებული გასტროლებში რომელიც თლიანი საფრანგეთი მოიცოდა მე იტალიაში ზოგადად იქ დაგროვილი ფულით ჩავიდა ესე იგი ფაქტობრივად ხა მოქნილი ბიჭია ხო ფიზიკურად ძლიერი და არ არის გამორიცხული თქვა პირდაპირ გაგებით თავარი მატადორი არ ყოფილიყო მაგრამ დამხმარე რომ რაღაცა ისეთი ყოფილიყო ამ შემთხვევაში თავარი მატადორისა ზოგადად ამ დაგროვილი ფულით დიახ იგი მატადორულ საქმეს ეწეოდა თუმცა ეს ლეგენდის სახით არის შემორჩენილი მაგრამ მე არ გამოვრიცხავ იგი მატადორი ყოფილიყო მისი ხასიათიდან გამომდინარე და მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე მაგრამ მისი ინტერესის საგანი რა თქმა უნდა პირველ რიგში იყო მხატვრობა და იგი რომში ხდება აქ თავგადასავლებია თქვა იგივე გოგოებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით საინტერესო რომ ერთი მონაზონი გოგოსთვის თავი რომ მოეწონებინა ასეთი ლეგენდა და მომწონს და გითხრათ რომ იგი სან პიეტროს ტაძრის გუმბათზე ავიდა სულ ზევიდა თავის ინიციალები მიაწერა იქა არ ვიცით იყო თუ ერისას მაგრამ გააკეთებდა გოია ფრანსისკო გოია ეს გააკეთებდა ან ცეცილიუს მარტელიუსის კოშკზე სირბილითი არა მის კონგურებზე ეგეც კიდევ ფაქტობრივად ჩათვალეთ რომ საცირკო სანახაობა ისევ ქალები თავის მოწონების და მაჩვეობის დასამტკიცებლად თუ შეიძლება ასე ითქვას ჩხუბების ისტორია აქ ნაკლებად არის მაგრამ ყველაზე მთავარი ისე რომ ძალიან ორგანულად შეიმეცა და შევიდა კონტაქტში იმ მხატვრობასთან რომელიც აქ იყო რა თქმა უნდა პირველში რაფაელი მიკელანჯელო მაგრამ მაინც პირველ რიგში რა თქმა უნდა პარმაში როცა ჩავიდა პარმამ გათიშა რა ხდება პარმაში პარმისავანე არა მეგობრებო პარმაში მანახა კორეჯოს მხატვრობა კორეჯო აუ რა მხატვარია მეგობრებო თუ მომეცა საშუალებას მხატვრებს ამ მხატვარზე ვილაპარაკებთ რა მოხატულობები აქვს ჭერის როგორ ფლობს სივრცეს აი გოია იქიდან ბევრი რამით იკვებება რა თქმა უნდა ბევრად ტკბილი და ბევრად აკადემიურია ვიდრე ჩვენი გოია მასთან შედარებით რა კორეჯოსთან შედარებით მაგრამ ბევრი რამე მისგან აქვს აღებული სხვა შორის რომ აღმოვაჩინე
მეც გამიკვირდა, იმიტომ რომ ძალიან კორეჯო არ არის ესეთი დაფასებული მხატვარი, როგორც იმსახურებს. ისე პოპულარული მით უმეტეს არ არის, როგორც იმსახურებს. იმიტომ რომ ძალიან წყნარი ცხოვრება აქვს. აი გოიას კი ბატონო. ქარბორბალა ტრიალებს. მოკლედ აი ეს სამწლიანი მოგზაურობა იტალიაში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იგი ჩამოდის რა თქმა უნდა მადრიდში და აქ მაქსიმალურად ცდილობს რომ შეაღწიოს კართან, ესე იგი სამეფო კართან და ამას ახერხებს კიდევაც, სწორედ აი რამდენიმე სკოლა ხო მაშინ ტვინში არეულითან ისწავლა ნახევარტონის კეთება. მე სიმართლე გითხრა არ მაქვს საშუალება დაგიმტკიცოთ რა სკოლა გაიარა, მაგრამ იმდენად ნიჭიერია. ისეთი გრძნობა აქვს ნახევარტონის და ფერადოვნების, გამის ისეთი განცდა აქვს, მეგობრებო, შეიძლება გააოგნდეთ რა. ეხლა ხო გეუბნებით, მე ამდენიმე ხნის წინ ჩემ ერთ ძალიან კარგ მეგობარ ქართველ ფერწერთან ერთად ვიყავი და უნდა გვენახა ერთად ვსეირნობდით თქვა მადრიდსა და არა მარტო მადრიდში ხო და ვეუბნებოდი რომ ალბათ მეთქი რა აი აღარ ვიცი რომელი ელ გრეკო თუ გოია ფერწერის სიმაღლის დაპყრობის თვალსაზრისით და ამ ჩვენ კამაცა და საუბარში მე დავდექით მისი ერთ-ერთი ნამუშევრის წინაშე და ორივე ვაღიარეთ რომ გოია ფერწერის სუფთა ფერწერის თვალსაზრისით აი ეს ლიულива ფერწერა ეს დრამატურგიული დატვირთა ფერისა სიღრმობრიობა და ნახევარტონის საოცარი შეგრძნება საოცრად აღარ ვლაპარაკობ მის მიერ დახატული მახების ამ შემთხვევაში ქალების თვალებზე ესპანელი ქალების თვალებზე როგორ აკეთებს როგორ წდება ამას ნუ საოცარი პორტრეტისტია იცით მასზე იმდენი რამე მაქვს მოსაყოლე არც კი ვიცი როგორ ჩავეტევი და მოკლედ მოახერხებს ისე რომ ასე იგი გობელენის დიდი სახელოსნო ჩამოყალიბდა ფრანგების გავლენით, ფრანგი ოსტატები ყავდათ თავიდან, მე უკვე გადავიდნენ თვითონ ესპანელებზე, იბერიელებზე, ჩვენებზე გადავიდნენ, პირდაპირ შემიძლია თქვა და იქ რა თქმა უნდა მიწვეული იქნა ბაიეუმ გაუკეთეს მას. ესე იგი, ხო, დამავიწყდა მეთქი რომ ფრანსისკო ბაიეუს თავისი უფროსი კოლეგის და მეგობრის და მოიყვანა ხოსეფა, მოიყვანა ცოლად. ეს უკვე სერიოზული ამბავი იყო. იმიტომ რომ ბაიე უკვე წარმატებული კაცი იყო მეფის კარზე და ახლა ამ პერიოდში ტახტზე არის მეფე კარლოს მესამე ბურბონი. ახლა ეს ძალიან საინტერესო კაცია. გოიას დახატული ყავს ის სხვადასხვა და მენგსაც დახატული ყავს. ესეთი ძალიან ცოტა იყოს კარიკატურის შესახედაობით. მაგრამ როგორც ჩანს ძალიან ინტელექტუალია. აი ხა მადრიდი ფაქტიურად მისი დამსახურება როგორც არის დღეს. აი ეს პასეოები, ეს დიდი თქვათ აი ხეივნები, დიდი ბაღები, დიდი საოცარი მოედნები ხო ბუნებრივია. ეს ამ კაცის, რა თქმა უნდა ფილიპე მეორესი პირველ რიგში ოღონდ ჰაბსბურგის უფრო ადრე ხო მისი წინაპრის, მაგრამ აღარ თქვა იტალის ჰაბსბურგი და ეს ბურბონია ხო? მაგრამ ეს არის ძალიან ინტელექტუალური, დახვეწილი კაცი, მხატვრობა ნაკლებად ესმის, მუსიკა კიდევ უფრო ნაკლებად ფამს, ამგვარად იცის სამართლიანობის პრინციპი, იცის როგორ ვთქვა, აი მელიტოკრატიული აზროვნების უნარი გააჩნია აი ამ ბურბონს. უცნაურია რომ მართა ისე იგი ნიჭისა და მიხედვით არჩევს ადამიანებს. მის გარშემო წყვილს ვერ გაიტანს ვერავინ. თითქოს მორიდებული, მოგზალებული კაცი ერთ-ერთი გართობის ფორმა არის მისთვის არის სახე, არის ნადირობა. იქაც ტაქტიკურ სულებს აწყობს. ხო არ გონიათ იქ რაღაცა უცნაური მეებს თავის ამხორცობას მისდევს არა ის კი არა და ვერ იტანს თვითონ კორიდას სისხლს ვერ იტანს ამ დროს ხან ნადირობას და იქ უფრო ტაქტიკურ სულებზია ლაპარაკი ხო პოლიტიკა ისე დახვეწა რომ 17 წელი ესპანეთს არავისთან ომი არ ქონია თავის დროზე ნეაპოლის ის იყო მეფე იყო როდესაც გახდა მე დიდი ესპანეთის მეფე და მოგეხსენებათ მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა ძალიან ბევრი რამე გითხარით კიდევაც ხო და რაც ყველაზე მთავარია მან დააყენა ფეხზე ესპანეთი და დააყენა სწორედ იმ ფორმით რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ესპანეთი ძალიან ჩამორჩენილი იყო განათლების თვალსაზრისით ბევრი რამე შექმნა თუნდაც აი მისი ხელშეწყობით სან ფერნანდოს სამხატვრო აკადემია მართლაც აყვავდა გითხარით მხატვრობა არ უყვარდა მაგრამ თათმასაც არ აღმოჩნდა ძალიან ბევრი რამე ხდება ლიტერატურაშიც რაც თავარია რესპუბლიკური იდეები ჩდება განმანათლებლობის იდეები მასთან ძალიან ახლოს არის მისთვის ესე ფრანგული განმანათლებლური იდეების საწყისია რა თქმა უნდა თვათ მიუღებელი არ არის. ცოტა უცნაურია ხო მონარქიისგან ესეთი რაღაცები, მაგრამ ფაქტია რომ იგი ძალიან პროგრესულია და ტიპიც ჩანს რომ საინტერესოა, მაგრამ ვერ ახერხებს ჩვენი ფრანსისკო მასთან სიახლოვეს შესვლას, სამაგეროდ აკეთებს ფანტასტიურ ესკიზებს გობელენებისთვის. აი პრადოს მესამე სართულზე, გენიალური მუზეუმის მესამე სართულზე წარმოდგენილი არის ფრანსისკო გოიას აი ეს გობელენების ესკიზები.
Z-ში შესრულებული. ყველა დამოუკიდებელი გენიალური ქმილებაა. განსაკუთრებით რამდენიმე ისეთია, რომ გამოვიდა ხა დეტალებში ვერ მოვყვები, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი და სწორედ ამ პერიოდში ახერხებს გოია მოქნილია, როგორ გითხრათ, შეუულია სადღაც იქ გაიცინოს, სადაც უნდა გაიცინოს, იქ თქვას კომპლიმენტი სადაც უნდა თქვას, იქ მოხდეს სადაც უნდა მოხდეს, აი ცოლის ხო ისეთი მოიყვანა ბაიეუთან, კარის მხატვარია, თან მთავარი მხატვარია მისი ეს იგი ცოლის ძმა და მოახერხებს რაღაცნაირად თვითონ მეფესთან არა, მაგრამ მეფის ძმასთან, დონ ლუის დე ბურბონთან კონტაქტში მეფის ძმა დონ ლუის დე ბურბონ მასთან მოახერხებს ურთიერთობაში შესვლას.